ძალიან მიყვარს კაცები. აი რა, უცხო პლანეტელები არიან ჩემთვის. გჭირდებათ კი არ მეზიზღება ეს სიტყვა, გლხინდებათ. როგორ რამდენი ფარხმალი შევალეწეთ ერთმანეთს. გონზე რომ მოვედი და რომ გადამიყვანდა ეს რეანიმაციულიდან. მაგაცი სხეული სილამაზე საერთოდ ვერ აღვიქვამთ, მეთქი ეს რა არის. ძინა ცხოვრებაში ვიყავი კაცი. შლახ. You're blue and you don't know where to go to. Why don't you go where fashion sits? Putting on the Ritz. A different types who wear Ridico pants with stripes and colorway go perfect fits. გაგუება. უნდა გამოგიტყოდეთ ახლა. ბიჭებოც თქვენც. ძალიან მიყვარს კაცები. აი რა ვქნა, ძალიან მიყვარს. ესე იგი, რაღაცნაირი უცხო პლანეტელები ვით არიან ჩემთვის, კაცები. უცხო პლანეტელები ხართ, ჩემთვის პირადად არ ვიცი. სხვა ქალებისთვის როგორ არ ვიცი. ქალებო დაწერეთ, თქვენთვის რა არიან კაცები. ანუ, ერთის ხრი, ოკეი, შენც ადამიანი ხარ, ისიც ადამიანი. ერთმანეთი გჭირდებათ, ფაქტობრივად, უერთმანეთად. გჭირდებათ კი არა მეზიზღება ეს სიტყვა, გლხინდებათ. და უერთმანეთოთ, ფაქტობრივად ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, ეს ფაქტია. და კაი, გამრავლებას რა თავით დავანებოთ, აი ურთიერთქმედება და ბუნებრივი მოთხოვნილება, აი მე მაგალითად ფიზიკურ დონეზე შევიგრძნობ, როგორ ძალიან მჭირდება მამაკაცურ ენერგიასთან ურთიერთქმედება. და არ საუბრობ მხოლოდ მაინცსა და მაინც სასიყვარულო ურთიერთობებზე, შეყვარებულზე, მეუღლეზე, საყვარელზე, მეწყვილეზე, არა. აი ნებისმიერი შენთვის მისაღები, ნებისმიერი რა თქმა უნდა ხა ყველა ძაღლი და მამა ძაღლი არ იგულისხმება, არამედ აი შენთვის მისაღები, მე მაგალითად ეხლა მარტო რო დავრჩი, საქართველოში რო დავბრუნდი ბალიდან, ჩემს ძმას მანამდე ვთხოვე რომ ჩემთან გადმოსულიყო და ჩემი ძმა ჩემთან რო იყო, ძალიან სიამოვნებდა. მე დავითიც ჩამოვიდა და ერთი სიტყვით კაცები არიან რაღაცა, შეუცნობი არსება, სულ სხვანაირი, ამავე დროს შენნაირი, ამავე დროს ერთმანეთი გჭირდებათ, გლხინდებათ, ამავე დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დუალობა ქალი, მამაკაცი და მათ შორის ურთიერთქმედება, როგორც ინში და იანში რო არის, ხო იცი? Борьба и единство противоположностей. ურთიერთსაწინააღმდეგოთა ერთობლიობა და ბრძოლა. ეს არის ჩემთვის ქალი და მამაკაცი და დაწყებული მამა ჩემიდან, მამა გინაცვალი, როგორ მიყვარ ხარ რემა. ძალიან მიყვარს მამა ჩემი, ჩემი დიდი, ჩემი ბუნჯულა. ეს პირველი მამაკაცი ადამიანის ქალის გოგონას ცხოვრებაში ხო, ვისთანაც იწყებ ურთიერთქმედებას და სწავლობ თუ რა არის აი ეს მოვლენა მამაკაცი, ხო? მე გაგრძელებული ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ჩემი ძმა, პატალო ბიჭი, დიდი სახით და თითქმის დედათ ვეკუთვნით, 11 წლით უფროსი ვარ. და აი ეს ამ ენერგიასთან ურთიერთქმედება, მე რა თქმა უნდა ახლა ბიძაშვილები და ჩემი საყვარელი ბიძაშვილი ზურა, სხვა ბიძაშვილები ძალიან მიყვარს, მაგრამ ის ძმასავით ერთად გავიზარდეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მიყვარს და მე უკვე ესე იგი მოგეხსენება 15 წლის ასაკში მომიტაცა ჩემმა პირველმა მეუღლემ და მასთან, აი როგორ გავზარდეთ, როგორ რამდენი ფარხმალი შევალეწეთ ერთმანეთს და რა საინტერესო იყო ეს ურთიერთქმედება, სხვა სასიყვარულო ურთიერთობებიც რაც მქონია კაცებო, ყველანი მიყვარხართ, ჩემებო, მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ვართ, მაინც მიყვარხართ. და მე გაგრძელებული ჩემი შვილი რო შემოვიდა და თუჩა რო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და უყურეთ ქალიშვილი ხომ მყავდა და ქალიშვილი რაღაცნაირად გასაგებია, შენაირი არსება დაბადე. და ყველაფერი გასაგებია ჩემთვის პირადად, ხო? რა თქმა უნდა, ცალკე პიროვნება და პიროვნებას ყველას შეცნობა უნდა, მაგრამ ზოგადად ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია ჩემნაირია. და მე ჰოპ, და ამ რაღაცა იცხო პლანეტელსაც შობავ. ვაჟიშვილს გულისხმობ. და როგორ მახსოვს და კეისროთი გაჩნდა, ადამ და ევას დროს იყო ეს 18 წლის წინ და მე დამაძინეს, სრული ნარკოზი იყო და ამ ნარკოზის მერე გონზე რომ მოვედი და რომ გადამიყვანდა ეს რეანიმაციულიდან ინტენსიური თერაპიიდან მე უკვე ჩვეულებრივ პალატაში და რომ მომიყვანეს ეს ბავშვი და
ეს ახალშობილი ესე რომ მაკვირდებოდა და როგორი სახე ჰქონდა და გამომეტყველება ამ ახალშობილს იცით რომ აი ვიღაცას რო უყურებ და რო იცი რო იცნობ მაგრამ twins რო ძაბავ რო გაიხსენო აი ეს გამომეტყველება ქონდა ახალშობილ ბავშვს თქვენ წარმოიდგინეთ ქალებო მითხარით თქვენი ისინი გამიზიარეთ აი ბავშვ თქვენი შვილი პირველად რომ ნახეთ მარიამი ჩაოლებრივი გზით გავაჩინე მაშინათვე მომცეს მაგრამ რა უნდა გამეგო და შემეგზნო 17 წლის შტერო გავიყავი მეთით ქოდა დათუცესე მოვიდა ცხოვრებაში და მე კიდე ლუკიცა ჩემი შილი ვესწრებოდი ლუკას შობიარობასაც და ეს კიდე ცალკე და ერთი სიტყვით რა აი მე სხვათა შორის ჰოროსკოპშიც ვთქვამთ რომ ქალი სასტორისთვის ვინ ხართ გოგოებო სასტორები თქვენ როგორ გძნობთ თქვენი გრძნობები განსაკუთრებით მაინტერესებს და მოსაზრებები რომ ქალი სასტორისთვის აი ფიზიკურად აუცილებელია ფსიქიკურად აუცილებელია, ენერგეტიკულად აუცილებელია მამაკაცურ ენერგიებთან ურთიერთქმედება, თუმცა ვიცი რომ ყველა ქალი ესე არ არის და ძალიან მშვიდად ვიცი, ძალიან ესეთი ღირსეული ქალები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება, ან ცხოვრების რაღაც ნაწილი და არანაირ დანაკლისს არ განიცდიან. თქვენ როგორ ხართ, თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს და აი ეს ჩემი აზრით დედამიწაზე, აი ამ ჩვენს ადამიანურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაშია, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა, სფეროა ქალისა და მამაკაცის ურთიერთქმედება. და როგორც ფსიქოლოგია გვასწავლის, ყველაფერი იწყება შინაგანი ქალისა და მამაკაცის ურთიერთქმედებიდან ჩვენში ყველაში ცხოვრობს ქალიც და კაციც. ნუ ეს კიდევ ცალკე ძალიან ღრმა თემაა და აი მათი კონფლიქტები და ასე შემდეგ მე გარეთ ეს იუნგის მიერ შემოთავაზებული თემაა, რომელიც მე და მე განვითარდა. კაცებო, თქვენც დაწერეთ როგორია თქვენთვის ქალებთან ურთიერთქმედება, რა არის თქვენთვის? დედა იქნება, დაიქნება, შეყვარებული მეუღლე, ქალიშვილი, ნუ შვილს გულისხმობ თუ აი როგორია თქვენთვის? და ქალებო, თქვენც დაწერეთ, ვინ არის თქვენთვის კაცები? და მე კიდევ ძალიან უყურეთ როგორი რაღაც მქონდა. ცხოვრების რაღაც პერიოდში, ალბათ რაღაც ესე 30 წლამდე. მამაკაცის სხეულის სილამაზე საერთოდ ვერ აღვიქვამდი, მეთქი ეს რა არის. ქალის სხეული რაღაცა ეს ვენერა მილონსკაია და რუბენსი და ასე შემდეგ, ხო? და აი ვთვლიდი რომ ქალის სხეული რაღაცა სრულყოფილია, ლამაზია, მშვენიერია. მერე ასაკის მატებასთან ერთად აღვიქვი მამაკაცის სხეულის სილამაზე, განსაკუთრებით თუ კი რა თქმა უნდა მოვლილი სხეულია და რა ისა მაქვს იცით შეგრძნება. მე თვითონ ჩემში მამაკაცი საკმაოდ ძლიერი არის. ეგეთი ბრძოლა, კვლევა, მასწავლებლობა ეს ყველაფერი ხო კაცური ფუნქციებია. ფულის შოვნა, საზღვრების დაცვა და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი კარგად მეკერკება. ხო და როგორი იდეა გამიჩნდა, იცით? ნუ ეს ვისე უბრალოდ არ გაჩენილა, რა თქმა უნდა, იმ ცოდნებზე და სწავლებებზე არის დაყრდნობილი, რასაც ვიღებ, ვეძიები მუდმივად, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი კაცი, თანაც აი ესეთ ლამაზი კაცი, რასაც ქვია მაღალი, ეტყობა ლუკას მაგიტო შევეთხლი შეზე ძალიან სიმპათიური დიდი, აი ძალიან მეომარი კაცი, მებრძოლი რაღაც აი მხედართ მთავარი კაცი, რაღაც ესეთი კარგად განვითარებული საყრდენ მამოძრავებელი სისტემით. აი ეგეთ კაცებს რო ვუყურებ ხოლმე ავატარი მახსენდება, ფილმი ავატარი, ხო იცით? აი რაღაცა საოცარი ლამაზი გრძელი სხეულები რო აქვს და ეს გრძელი და ძლიერი ფეხი, ხო? და აი ეს ძალა, ფიზიკური ძალა, რომელიც მამაკაცში არის და ქალები ეს რო გავიჭაჭოთ, ეგეთ ფიზიკურ ძალას ვერ მივახწევთ ვერასოდეს. რა თქმა უნდა, ხა არ ვლაპარაკობ საშუალო სტატისტიკურ ქალზე და მამაკაცზე, აი დიდზე, მებრძოლზე ასე. ხო და შეგრძნება მქონდა, რომ ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში მაქვს, რომ ვიყავი კაცი და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში
ვინაიდან მეომარი ვიყავი, მომკლეს რა და დავკარგე და ამ დროს აი რაღაცა ძალიან ესეთი აქტიური, წარმატებული, კაცური ცხოვრებით ცხოვრობდი და თითქოს ჩემს სულ სენატრება ის და აი ეს შლახ ვიღმალაოთ, მოდი ჭიდოთ, ვიბრძოლოთ რაღაც და აი თითქოს აი ეს მენატრება რაღაცნაირად აი ეგ სიძლიერე, ეგ რაღაცა მომინდა რომ გამეზიარებინე თქვენ თუ ფიქრობთ ხოლმე ესეთ თემებზე. მე სულ ესეთ რაღაცებზე ვფიქრობ და ახლა ჩემი სასწავლო კურსის გარდაქმნა მინდა, რაღაცა საოცარი იდეები მოდის. დაპატენტება მინდა მე აქაც საქართველოშიც ერთ სიტყვით ტრანსფორმაციული კოუჩინგის კურსი ხო არის ტრანსფორმაციული და ხალხი ხო აღფრთოვანებულია და შოკშია ხოლმე ისეთ ცვლილებებს იღებენ და ისეთი მადლიერები არიან და ისე უყვარდებათ ეს თემა, მაგრამ აი კიდე უფრო უნდა დავხვეწო და რაც აი ეს 12 წელი ეს ცოდნა ვაგროვე აქტიურად 2014-დან დავიწყე ხო და აგერო 14 იანვრიდან და აგერო 26 იანვარ 12 წელი ეს იმას ნიშნავს რომ ოვერტონის ფანჯარა გავიარე და რანძან გამეხსნა რას ნიშნავს გახსნა გეტყვით არის როდესაც ინფორმაცია მოდის ვსწავლობთ და ან სხვადასხვა საინფორმაციო მატარებლებიდან ხო ეს არის სხვა ადამიანი წიგნი ლექცია ჩანაწერი აუდიო და ასე შემდეგ, ხო? სხვა რა გვაქვს? ესა გვაქვს ადამიანებს მარტო. და არის, როდესაც ესე იხსნება იმის გამო, რომ უკვე საკმაო კვალიფიკაციას მიაღწიე. და ეს საკმაო კვალიფიკაცია არის საშუალოდ, აი, როცა პროფესიით ხარ დაკავებული 10-12 წელი, ან, ვაიმე ღმერთო, 10,000 საათიო, თუ რამდენი თქვეს რაღაცა ციფრები იყო კონკრეტული მოცემული რომ ან ამდენი საათი ან წელი თუ ჩათვლი რომ ნუ დღეში საშუალოდ რაღაცა რამდენი რაღაცა საათი მუშაობ. ეს აი პიროვნული პროფესიის თვალსაზრისით თორე ისე ოვერტონის ფანჯარა სოციალური საზოგადოებაში ახალი იდეების დანერგვის თვალსაზრისით კიდევ სხვა მოცემულობა ძალიან საინტერესო და გუგლეთ და ნახეთ. აი ძალიან საინტერესო. ანუ რაღაცა სრულიად განსხვავებული ახალი, მიუღებელი, შესაძლოა გიჟური იდეა, როგორ ხდება მისი დანერგვა საზოგადოებაში და 12 წლის განმავლობაში როგორ ხდება ეს მისაღები და ფაქტობრივად ნორმად იქცევა. ამაზე არის ეს ოვერტონის პანჯარა. ნახეთ. ხო და რამდენი რამე ვილაპარაკე და ამ განახლებულ ტრანსფორმაციულ კოუჩინგში თუ გნებავთ რომ შემოგვიერთდეთ, მომწერეთ აკადემიის გვერდზე. ეხლა საახალწლო ფასდაკლებებია და საოცარი გემრიელი რაღაცა მინდა რომ გაგიზიარეთ. ერთ სიტყვით თქვენი მოსაზრებები გამიზიარეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძირითადად აი ადამიანების უმრავლესობა ცნობილი ფაქტია 80% ცხოვრობს განვითარების პირველ საფეხურზე, ეს არის გადარჩენისათვის ბრძოლა. და სადაც ელემენტარული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული და ამების დასაკმაყოფილებლად იბრძვის ადამიანი. ეს არც ცუდია, არც კარგი, ესეთი მოცემულობა. აი ეს გამოცდილება უნდა გაიაროს ამ ცხოვრებაში, ცხოვრებისას მისმა სულმა. პირველი კლასი იყო. მე-10 კლასში რომ მივხვდი, პირველში აუცილებლად უნდა გაიარო. თუ ის არის სწავლა, მე-10-ში ვერ მოხდები, ხო? და ესეთნაირად რა და აქაც არის გრადაციები, იმიტომ რომ არის ადამიანები, რომლებიც აი მარტო ამაშია ჩართული და ეხა მე რა ვილაპარაკე, ვერაფერი ვერ გაიგო, მარტო იტყვის, კაცები ხვანებია, თურმე ძანა ვიცოდი, ბუზიეგა. თქვენ აი ბანალური აზროვნების ხალხისთვის არ ვარ, მე არ ვლაპარაკობ. მათთვის ჩემი ლაპარაკი ჩინურია და რაღაცა ნაცნობ სიტყვებს ამოიტაცებენ და რაღაცა იმას გაიგებენ, რაც თვითონ უნდათ და მორჩა და აი ვინც ბანალურები არ ხართ. ან შეიძლება ამ თვითონ ხარ ბანალური. მე ესეთი ვიყავი. ძალიან ჩვეულებრივი ესეთი აზროვნება და თან როგძნობ რომ რაღაცა უფრო მეტი ხარ, უფრო საინტერესო, აი ამ ბანალობებს უნდა ასწდე და უფრო კაი ტიპი გაიჩითო.
აი ეს შეგრძნება მქონდა და მაგით დავიწყე სწავლა რა, რომ აი ამ სიღრმეებში, აი ფიზიკურს, წარმოდგენილს, მატერიალურს მიღმა რაც არის, რომ ის დაინახო ამ დროს მატერიალური რამდენია და მიღმა კიდე იმხელა, რომ გაუთავებელი ფაქტობრივად და ვისაც გაქვთ ეს შეგრძნება, რომ აი არ ხართ ბანალურები, ან შეიძლება ამას ხარ, მაგრამ გინდა რომ გასცდიან ბანალობას, აი თქვენთვის არის სწორად ეს ტრანსფორმაციული კოუჩინგი. მოგწერეთ. უყურეთ თანაც შეიძლება სასწავლო კურსისთვის არ იყოთ მზად. იმიტომ რომ ხა დროც ბევრი უნდა, ძალის ხმევა უნდა. გეტყვით იმასაც, რომ მე თვითონ ვკურირებ და ნახევარზე მეტი სტუდენტები პირველი მოდულის შემდეგ ირიცხება ხოლმე, იმიტომ რომ ვერ გაჩავენ. ამა თუ იმ მიზეზების გამო, ზოგი დროის გამო, ზოგი ენერგია არ ყოფნის, ზოგს არ ვიცი, განათლება, მონდომება, ან კიდევ რაღაც არ ყოფნის, ხო, სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. მე გვიბრუნდებიან როგორც წესი, ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ზოგი საერთოდ ჩაეხსნება და 40% რჩება ხოლმე. ვიღებთ 30 კაცს ყოველ ნაკადზე და მე 40% რჩება, ნახევარიც არა. ხო, 40-55% რჩება და სწავლობს და გამოდის ის, რაც უნდა გამოვიდეს უკვე ამ ხალხიდან, ხო? კოუჩინგის თვალსაზრისით, სპეციალისტის თვალსაზრისით. ხო და რატომ ამბობდი ამას? იული არა სწავლა თქო, ხო? ონლაინ არის, მაგრამ იული ნახდათ არ არის. უნდა ფული გადავიხადე და სერტიფიკატი ავიღე. ეს რაღაც არ ხდება. ორი საერთაშორისო, არა, ტრანსფორმაციულ კოუჩინგს ერთი საერთაშორისო ბრიტანული სერტიფიკატი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაოთ ამ სერტიფიკატით და თუ ამისი დრო და ფული არ გაქვთ, ჯერ ან მზაობა არ გაქვთ, რატომ ეგრევე პროფესიული კურსი, ინტენსიური დატვირთვით, მაშინ ეხლა საახალწლოდ უამრავი პროგრამებია უდიდესი ფასტაგლებით. ხო და მოგწერეთ და თქვენზე მორგებულ შეთავაზებას მიიღებთ და მოსინჯავთ რა არის ეს, რა